მოგესალმებით, ბატონო ბონდო, გთხოვთ დამბრძანდეთ. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტები მოდიან და გვიამბობენ იმ დახურული მედია საშუალებების შესახებ, იმ განადგურებული გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რომლის გარეშეც არ არსებობს ჟურნალისტიკა და თქვენ ხართ მათ შორის ერთ-ერთი და მადლობა მობრძანებისთვის. გაფრთხილების ტექსტი გაქვთ თქვენ წინ, რომელსაც გთხოვთ ხელი მოაწეროთ. მან წერია თქვენ ნახავთ ალბათ, რომ კითხვებზე უარიან კომისიის კითხვებისთვის თავის არიდება, ან კიდევ განზრახს თუ ახსნა განმარტების მოცემა იშება სისხლის სამართლის წესით და ეს ასეთი პროცედურაა, რომ უნდა გაგაცნოთ და თქვენ ხელი მოაწეროთ. დიდი მადლობა. ბატონო ბონდო, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ გამომცემლობა სამშობლოს ან სხვა მედია საშუალებების შესახებ, ან და მედია საშუალებების შესახებ გვიამბოთ, როგორ იქნა ჩახშობილი განსხვავებული აზრი, როგორ შევიწროვდა წლებთან ერთად წრე იმ მედია საშუალებებისა, რომლებიც ალტერნატიულ აზრს თავაზობდნენ საზოგადოებას. ჩვენ მოусმინეთ ბატონ გიორგი იაკობაშვილს, რომ მან პრესაჯირომ შექმნა, ისიც შემდეგ ჩაახშეს და მანამდე იყო ბევრი სხვა. აი ამ თემაზე რომ კონკრეტულად გითხრათ ის ინფორმაცია, რაც თქვენ გაქვთ. დიდი მადლობა ქალბატონო თეა ბატონებო კომისიის ხდომაზე მოწვევისთვის. მინდა მადლობა გადაუხადო პარლამენტს, რომელმაც შექმნა ეს კომისია. მე ძალიან კარგად მახსოვს 2019 წლის 21 თებერვალი, როდესაც ფრაქცია საქართველოს პატრიოტების ინიციატივით სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის გასამართლების რეზოლუცია გამოვიდა პარლამენტის ხდომაზე, მაგრამ პარლამენტმა მაშინ ეს რეზოლუცია არ მიიღო, მხოლოდ 45 ადამიანმა დაუჭირა მხარი და მახსოვს მაშინდელი განცხადება, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის ბატონმა ირაკლი კობახიძემ ასეთი რამ თქვა: ჩვენ ვეთანხმებით რეზოლუციის ზოგად პათოსს და შინაარს, ვიზიარებთ ამ მოსაზრებას, რომ რეჟიმი, რომელიც იყო ჩამოყალიბებული 2022 წლებში, იყო დანაშაულებრივი, ჩვენ მხარს უჭერთ საერთო პათოსს, საერთო შინაარს, თუმცა სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით გვაქვს შენიშვნები, თუ ეს ნაწილი იქნება გადასინჯული, მაშინ მზად ვართ ვიმსჯელოთ ასეთი რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ამგვარი კომისიის შექმნა და ამგვარი რეზოლუციის მიღება, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ 2024 წლის მოწვევის პარლამენტში ეს გაკეთდა და არა მხოლოდ რეზოლუციის, არამედ საგამოძიებო კომისიის დონეზე, რაც ჩემი აზრით უფრო მაღალი ლეგიტიმაციის იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს. ამავე საკითხთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით ჟურნალისტები, განსაკუთრებით ობიექტივი ჟურნალისტები, მუდმივად გამოდიოდნენ და მე თვითონ მქონდა 2013 წლის 2 მარტს სატელევიზიო გამოსვლა, საკმაოდ ვრცელი, 1 საათიანი ობიექტივის ეთერში და YouTube-ზე ეხლაც დევს ეს გამოსვლა, სათაურით ფაშისტებთან კოაბიტაცია არ შეიძლება. 2013 წლის 12 მარტს 10 დღის შემდეგ ასავალ-დასავალში და საქართველოს რესპუბლიკაში გამოქვეყნდა ბატონი მერაბ ბერძენიშვილის წერილი, სათაურით ნიურნბერგის პროცესის დროს კოჰაბიტაციაზე არავინ ლაპარაკობდა. და იქ არის სწორედ ეს ჩემი გამოსვლაც მოხსენიებული და ზოგადად საზოგადოების განწყობა, თუ რამდენად მიუღებელი იყო საზოგადოებისთვის კოჰაბიტაცია, თუმცა ბუნებრივია მაშინდელი მოცემულობა ჩვენთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი, ფაქტობრივი მოცემულობა, ვგულისხმობ იმას, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა გასული არ იყო და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მხოლოდ 2014 წელს გაიმართებოდა და შესაბამისად ყოფილი იმ დროისთვის უკვე 2013 წელს უკვე ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები სრულიად ბუნებრივია, როგორც საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებშიც სუყეთ იყვნენ წარმოდგენილები, თუმცა ბევრს გაეხსნა გონება, არ მგონია ყველას გახსნოდა, ყოველ შემთხვევაში ბოლო 12 წელმა ეს აჩვენა, რომ არ არის ადვილი ზოგადად, როგორც ჩანს ზოგიერთისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა, აღიარება იმ შეცდომების
რომელსაც თვითონ შეცდომებს უწოდებენ და შეცდომების, რომელიც დანაშაულზე ხშირად დანაშაულზე უარესია. რაც შეეხება მედიის მიმართ დამოკიდებულებას და უფრო კონკრეტიკისკენ რომ წამოვიდე გამომცემლობა სამშობლოსთან დაკავშირებით, მე გამომცემლობა სამშობლოში 1999 წელს მივედი. ამას ხალხს იმიტომ უსვამ, რომ წარმოვიდგინოთ რა წლები მაკავშირებს და რამდენი წელი მაკავშირებდა ამ შენობასთან და იმ ხალხთან, ვინც იმ შენობაში მუშაობდა. მაშინ ამას ერქვა ცეკას გამომცემლობა, პოლიგრაფიული სასწავლებიდან ჯერ პრაქტიკებზე მივედი და შემდგომ უკვე დავსაქმდი, იცით ალბათ მაშინ რომ განაწილება ხდებოდა, განაწილებით დავიწყე იქ მუშაობა და შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრება დუღდა გამომცემლობაში. იმ დროს არ იყო ჯერ არანაირი პარტიული გაზეთები, იყო არალეგალური, ანუ ეროვნულ მოძრაობას ჰქონდა არალეგალური გამოცემები, მაგრამ ისინი ოფიციალურად არ იბეჭდებოდა. ცეკას გამომცემლობას ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზნები და ამოცანები, რომელიც იმ დროისთვის იყო დასახული, გამოდიოდა მე როცა დავიწყე მუშაობა ჯერ კიდევ კომუნისტი იყო, თბილისი, ახალგაზრდა კომუნისტი, სოფლის ცხოვრება, ლელო, ნორჩილენელი, ჟურნალი პიონერი და ჟურნალი ნიანგი არ იყო ჩვენთან იქ. ჟურნალი ნიანგი იყო რუსთაველის 42-ში, სადაც იყო საქიმფორმის შენობაც და გაზეთი სვაბოდნაი გრუზია, ვესტი გრუზი. ვეჩერნი თბილისი გამოდიოდა ასევე და მალაჯოშ გრუზი. ეს იყო ძალიან სერიოზული სტრუქტურა, ცენტრალიზებული სტრუქტურა იყო, სადაც ადამიანები, ტექნიკური პერსონალი გამომცემლობის მიდიოდნენ პოლიგრაფიული სასწავლებლიდან. ეს იყო ერთ-ერთი შეიძლება ითქვას ელიტარული სასწავლებელი, პროფესიული ტექნიკური სასწავლებლებს შორის, რადგან ერთადერთი იყო ამ დარგის დიღმის მასივში იყო, აი ახლა სადაც სააპელაციო სასამართლოა, მაგ შენობაში, ვისაც გინახავთ, ადვილად მიხვდებით, რამხელა ფართობი ჰქონდა დაკავებული თავის საწარმოო კორპუსი და სასწავლო კორპუსებით, მთელი ორივე კორპუსი იყო, პლუს საწარმოო კორპუსი იყო პოლიგრაფიული სასწავლებლების, ხოლო უმაღლეს საინჟინრო სპეციალისტებს და ტექნოლოგებს ამზადებდა მოსკოვის პოლიგრაფიული ინსტიტუტი, რომელსაც ჰქონდა თავისი ფილიალები პეტერბურგში და ლენინგრადში და კიევში და ასევე იყო ლვოვის პოლიგრაფიული სასწავლებელი. ანუ საქართველოს კადრები მზადდებოდა საბჭოთა სისტემის დროს ამ ორ უმაღლეს სასწავლებელში, ხოლო ტექნიკურ პერსონალს, დაბალი კლასის მოსამსახურეებს, ასე ვთქვათ, ამზადებდა თბილისის პოლიგრაფიული სასწავლებელი. მაღალი დონის და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები მუშაობდნენ და იყო ცენტრალიზებული ეს, ანუ ცალ-ცალკე არც ერთ რედაქციას არ ჰქონდა თავისი ბუღალტერია, სარეკლამო განყოფილებაც კი გამომცემლობის პირველ სართულზე ემსახურებოდა გამომცემლობას და შემდგომ ის ანაწილებდა შესაბამისად კომუნისტების პერიოდში იცით რომ ამდენი განცხადებაც არ იყო და განცხადებების უნდა გამოექვეყნებინა სახელმწიფო საწარმოები იყო მხოლოდ იყო მიცვალებულების განცხადებები, ეს ძირითადად ქვეყნდებოდა, ძირითადად კი არა, მთლიანად ქვეყნდებოდა გაზეთ თბილისში, რომელსაც ძალიან დიდი ადგილი ეკავა და ამიტომ ნონპარელი შრიფტით იყო დაბეჭდილი, წვრილი შრიფტით და იყო ოფიციალური ნეკროლოგები, რომელსაც აქვეყნებდა კომუნისტი ან ახალგაზრდა კომუნისტი ან სოფლის ცხოვრება, პარტიული და სახელმწიფო მოვაწევის გარდაცვალების შემთხვევაში. მე ვგულისხმობ პოლიტიკურ კი არა, აი კომერციულ რეკლამას, რომელიც მაშინ ბუნებრივი არ არსებობდა, შემდგომ გაჩნდა ეს რეკლამები და ნუ ასე მივედით 90 წლის არჩევნებამდე. არ მინდა ეხლა დეტალურად მოვყვე, მე ინტერვიუებში მაქვს ამის თაობაზე ნალაპარაკებით, ალბათ ჩვენი კომისიის თემა ეს საერთოდ არ არის. როგორი იყო პოლიტიკური პარტიების, მაშინ ახალგაჩენილი პოლიტიკური პარტიების ინტერესი, რომ მაქსიმალურად მათი პოზიციები გამოჩენილიყო გარდაქმნის საჯაროობის და ასე შემდეგ ამ პირობებში იმ პრესაში, რომელსაც კომუნისტური პრესა ერქვა. მაგრამ ჩვენ მივიღეთ ასეთი მოცემულობა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ყველა ეს გაზეთი, რომელსაც მანამდე ეწერა, რომ იყო მინისტრთა საბჭოს, პარტიის ცეკას და უზენაესი საბჭოს გამოცემა, ყველა ეს გაზეთი ავტომატურად დარჩა ისევ დამოუკიდებელ საქართველოშიც კი პოსტკომუნისტურ ასე ვთქვათ ეპოქაში სახელმწიფო გაზეთებად. 1991 წელს ყველა გაზეთი გამოდიოდა ისევ ოღონდ ამასთან ერთად იყო დამოუკიდებელი გაზეთებიც, ეს იყო გაზეთი დრონი, შანსი და პატარ-პატარა გაზეთები, რომელიც იმ პერიოდში გაჩნდა. ამავდროულად გაჩნდა მაშინ პარტიული პრესაც,
ძველი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს ძალიან კარგად გემახსოვრებათ ეს. ყველა პარტიას ფაქტობრივად თავისი გაზეთი ჰქონდა, მაგრამ მათი ტირაჟები არ იყო დიდი და ყველა მაქსიმალურად ცდილობდა სახელისუფლებო, ანუ ტრადიციულ, როგორც ახლა ეძახიან, მედიაში გამოეთქვა თავისი მოსაზრება და ამის გამო იყო საკმაოდ დიდი დაპირისპირებები. 91-12 წლების სახელმწიფო გადატრიალებამდე მე მახსოვს ძალიან კარგად, მაშინ ჯერ თბილისში და მერე საქართველოს რესპუბლიკაში მუშაობდი. პასუხისმგებელ მდივნად მახსოვს ძალიან კარგად პოლიტიკური პარტიების და უზენაესი საბჭოს ფრაქციების წარმომადგენლებიც როგორ მოდიოდნენ რედაქციაში და ამბობდნენ ოღონდ პატარა განცხადება გამოგვიქვეყნეთ და შემდგომ თუ გინდათ სამთაბახიანი ასე ვთქვათ პოსტსკრიპტუმი რედაქციისაგან მიაწერეთო და მართლაც ასე ხდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში 91 წლის შემოდგომაზე განსაკუთრებით როდესაც დაპირისპირება წვავდებოდა ქვეყნდებოდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან უზენაესი საბჭოს ჯგუფის განცხადება და ქვემოთ რედაქციისგან იყო უზარმაზარი უარყოფა იმისი რაც იქ იყო გამოქვეყნებული, თუმცა ხო სრულიად გასაგები იყო, რატო ჰქონდათ მათ ეს ინტერესი, რომ მათი პოზიცია დაფიქსირებული იყო და დარჩენოდა ისტორიას და ეს ასეც მოხდა. 92 წლის 14 იანვარს დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრის თენგიზ სვიგუას გადაწყვეტილებით მთავრობის დადგენილება გამოიცა და ყველა გაზეთი, რომელსაც ეწერა რომ ეს უნდა ყოფილიყო რომ იყო უზენაესი საბჭოს, მინისტრთა საბჭოს და ასე შემდეგ ორგანო თუ გაზეთი, აბსოლუტურად ყველას მოეხსნა ეს და ყველა გაზეთი გათავისუფლდა, ყველა გაზეთი გახდა თავისუფალი. თავისუფალი როგორც პირდაპირი, ასე გადატანითი მნიშვნელობით. არაფრის მქონე აბსოლუტურად არანაირი ქონების პატრონი არ იყო არც ერთი გაზეთი და გამომცემლობა სამშობლო შენობა, რომელსაც იმ დროისთვის უკვე გამომცემლობა სამშობლო ერქვა, მთლიანად იყო სახელმწიფოს საკუთრებაში და ჩვენ ყველანი ვინც იქ ვიყავით გაზეთების რედაქციების თანამშრომლები ვიყავით გამომცემლობა სამშობლოს დგურები, რომლებიც არაფერში ფულს არ ვიხდიდით. მოკლედ რომ ვთქვათ, იყო ერთიანი სისტემა და საგამომცემლო სისტემა, იცით ხო შარაულიძე იბეჭდებოდა გაზეთები, ოფსეტური ბეჭდის საამქრო უზარმაზარი კორპუსები იქ იყო და მე ისიც გაიყიდა და გადაეცა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას და ეხლა იქ ბინებია, საცხოვრებელი ბინებია, ცენტრპოინტი გადასცეს მაშინ ეს და ოფსეტური საამქროც გაუქმდა. ფაქტობრივად გამომცემლობა სამშობლოს განადგურება იწყება სწორედ იმ დროიდან, როდესაც შემოდის საინფორმაციო საზოგადოების პირველი ნიშანი, ტექნოლოგიური ნიშანი, კომპიუტერი. ჩვენ მივიღეთ ისეთი მოცემულობა, რომ საამწყობო საამქრო და ლინოტიპების ჩარხები, დანადგარები, ძალიან ბევრისთვის ალბათ სრულიად გაუგებარი, ახლა მე რაზე ვლაპარაკობ, თქვენ არ გულისხმობთ მაყურებელს და მსმენელს გულისხმობ, იმიტომ რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებიც კი არიციან რა არის ლინოტიპის მანქანა და როგორ იბეჭდებოდა ადრე გაზეთი და როგორ ეწყობოდა გაზეთი დაზგებზე და ეს ყველაფერი ჯართად გადაიქცა საბოლოო ჯამში, მაგრამ იმ დროისთვის უკვე 92 წელს ძალიან ბევრი გაზეთი გაჩნდა, მათ შორის იმ ფართობებში, სადაც იყვნენ ტრადიციული გაზეთები, რომლებსაც ეს ფართობები სრულად არ ჰქონდა ათვისებული, იქაც გაჩნდა სხვადასხვა რედაქციები და პატარ-პატარა გამომცემლობები. გამომცემლობა სამშობლოს შენობაში იყო დსთ-ს სახელმწიფოთაშორისი ტელევიზია, ტელეკომპანია მირი. იცით რომ ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ვიყავით 2009 წლის აგვისტომდე, ანუ ის ერთი წელი ომის შემდგომ კიდე აუცილებელი იყო ამ კავშირიდან გამოსასვლელად და მანამდე იყო ერთიანი ტელეკომპანია მირი, რომელიც იყო მეხუთე სართულზე, მან თვითონ გაარემონტა ის ფართობი და ასევე გამომცემლობის შენობაში იყო ტელეკომპანია კავკასია, რომელიც შემდგომ შემოვიდა უკვე ტელევიზია და ბიბლიოთეკის ტერიტორია სივრცე დაიკავა. გამომცემლობის მე ეხლა აღნიშნავ იმას, ვინც მოაწესრიგა სივრცე, გაარემონტა, ანუ რაღაცა ხარჯი გასწია. გამომცემლობა სამშობლოს შენობაში თავისი ოფისი ჰქონდა, ძალიან კარგად გარემონტებული ასავალ-დასავალს და 97 წელს სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს რესპუბლიკამ, სადაც მე ვმუშაობდი. იმ დროისთვის მთელი მეოთხე სართული, ორივე დერეფანი მთლიანად გარემონტდა, მოწესრიგდა და ასევე ოთახებიც. ამას მე იმიტომ აღნიშნავ, რომ გავა სულ რაღაც რამდენიმე წელიწადი და ამ შენობისგან მე ვგულისხმობ შიგნით ინტერიერს, საერთოდ არაფერი აღარ დარჩება და ეს მოხდება 2007 წლის
10 აგვისტოს. 10 აგვისტო, წერან გიორგი მამაცაშვილი, ჩვენი მეგობარი და კოლეგა ძალიან ემოციურად საუბრობდა, მაგრამ მართლაც შავი დღე გაუთენდა ქართულ მედიას, იმ გაზეთებს, რომლებიც გამომცემლობა სამშობლოს შენობაში ვიყავით. დილით შევიტყვეთ, რომ ვინც იქ არისო იმ პერიოდში შენობაში, გიორგი მისაუბრა იმის თაობაზე, ვინც იქ იყო, როგორ გამოყარეს იმ შენობიდან, ანუ გარკვეული წინააღმდეგობა სრულიად ბუნებრივია გაუწიეს და ეს წინააღმდეგობა მოსალოდნელიც იყო. გამომცემლობა სამშობლოში ვინც იყო განთავსებული, ყველა მეორე დილას ეს რო გაიგო, ყველამ თავი მოვიყარეთ იქ, მაგრამ შიგნით არავის აღარ უშვებდნენ. ამ დროისთვის გამომცემლობას ხელმძღვანელობდა ზაზა კახაძე, ჟურნალისტი და ჩვენი მეგობარი და გულშემატკივარი ყველა მედია საშუალების. მე ვნახე იმ დღეებში, როდესაც შეგვიშვეს მეორე დღეს უკვე გამომცემლობის შენობაში კაბინეტში ზაზა, ვნახე როგორი დაცგუნული იყო იმის გამო რაც ხდებოდა, იმიტომ რომ შენობა სავსე იყო პოლიციელებით, შიგნით არავის აღარ უშვებდნენ. იმ დროისთვის გამომცემლობა სამშობლოს კერძო დაცვის სამსახური არა პოლიციელები, შინაგანი საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იცავდნენ, მათთან ჰქონდათ კონტრაქტი გაფორმებული და ასე დაიწყო დევნილობაში, მედიის ცხოვრება დევნილობაში. მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელზეც მე აუცილებლად უნდა აღვნიშნო მიუკერძოებლობისთვის, ობიექტურს ვერ ვიტყვი, რადგან ყველაფრის მიმართ მაქვს სუბიექტური დამოკიდებულება და განსაკუთრებით სამშობლოს და იქ მომუშავე ადამიანების მიმართ და მათი საქმიანობის მიმართ. ძალიან ძნელი იყო გამომცემლობა სამშობლოს არსებობის გაგრძელება იმ პირობებში, როდესაც ის ძველ პოლიგრაფიულ მომსახურებას ვეღარ უწევდა, უკვე კომპიუტერული ტექნიკა ჰქონდათ მედია საშუალებებს, გაზეთებს და შესაბამისად გამომცემლობის დატვირთვა პოლიგრაფიული ამ თვალსაზრისით, საამწყობო საამქროს თვალსაზრისით უკვე არავის აღარ სჭირდებოდა. დაინგრა ეს სართული გამოცარიელდა, ფაქტობრივად ჯარში ჩააბარეს გამომცემლობა სამშობლოს საამწყობო საამქრო და ძალიან უჭირდათ ან საერთოდ არავინ იხდიდა გადასახადს ფირას, რომელიც გამომცემლობა სამშობლოს უნდა მიეღო ამ გაზეთების რედაქციებისგან. იყო მხოლოდ გამხოლოება, რაც მნიშვნელოვანი იყო, რასაკვირველია გამომცემლობა სამშობლოსთვის, რომ მას არ დასწოლოდა ტვირთად ელექტროენერგიის გადასახადი და არავის არ ექნებოდა ელექტროენერგია, თუ თავისი მრიცხველები არ ექნებოდა და ეს გამხოლოება მოხდა. ოღონდ იჯარის გადასახადს ვერ იხდიდნენ ან არ იხდიდნენ. ასევე ყავდათ ცალკეულ მედია საშუალებებს ქვემოიჯარეები, რომლებიც იხდიდნენ ფულს, მაგრამ ესეც არ შედიოდა გამომცემლობა სამშობლოს ბიუჯეტში, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტში და საბოლოო ჯამში სახელმწიფოსთვის ეს შენობა გახდა ტვირთი, რომლისთვისაც არ იცოდნენ რა მოეხერხებინათ, რა ექნათ ამ შენობისთვის. ამიტომ რედაქციებმა გადაწყვიტეს, რომ მიემართათ საქართველოს პრეზიდენტისთვის და ეთხოვათ პრეზიდენტ შევარდნაძესთვის, რომ ეს შენობა გადაეცათ მათთვის. ამ შენობას ეძახდნენ კომუნისტის გამომცემლობას, იმიტომ რომ კომუნისტის რედაქციის აშენებულად ითვლებოდა, თუმცა სახელმწიფო საშენებული იყო მაშინდელი საბჭოთა საქართველოსი და არგუმენტი იყო ის, რომ ძალიან დიდი ფული შექონდათ ამ გაზეთებს სახელმწიფო ბიუჯეტში, მაშინდელ სახელმწიფო ბიუჯეტში, როდესაც ეს შენობა შენდებოდა და მართლაც ასე იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაუშვათ 140,000 იყო ტირაჟი გაზეთ თბილისის, 240,000, 230,000 იყო ტირაჟი გაზეთ ახალგაზრდა კომუნისტის, 700,000 და გაზეთ კომუნისტის ტირაჟი. ანუ დიდი შემოსავლების მქონე გაზეთები იყვნენ ესენი და ამით აშენდაო და ამავდროულად რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ რედაქციებს წასასვლელი მართლა არსად არ ჰქონდათ. და პირობები, რა თქმა უნდა, გამომცემლობა სამშობლოში ის ქალაქის ცენტრში იყო, მისასვლელად ადვილი იყო, მისადგომად ადვილი იყო და ხალხი მიჩვეული იყო ამ შენობაში მუშაობას 10 წლეულების განმავლობაში. იყო ამის თაობაზე საუბარი პრეზიდენტ შევარდნაძესთან, გაიგზავნა წერილები სხვადასხვა რედაქციების ხელმოწერით. მე მახსოვს ძალიან კარგად, მაშინ სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურში მუშაობდი და პრეზიდენტის პრესდინის მოადგილე ვიყავი, როდესაც პრეზიდენტ შევარდნაძესგან რეზოლუციით ჩამოგვივიდა წერილი, რომ გაერკვიეთ რა ხდება. იმიტომ რომ ორი წერილი იყო მოსული პრეზიდენტის სახელზე, ერთი იყო ყველას ხელმოწერით, ვინც იქ იყო გამომცემლობა სამშობლოში რედაქციები განთავსებული და ამავდროულად ცალკე იყო შემოსული წერილი გაზეთ საქართველოს რესპუბლიკიდან
რომელშიც მე პარალელურად მუშაობდი, მაგრამ ამ წერილის თაობაზე არაფერი ვიცოდი, შევარდნაძისგან გავიგე, რომ ასეთი წერილი არსებობდა, რომ გაზეთ საქართველოს რესპუბლიკა ითხოვდა, რომ მას გადასცემოდა, როგორც კომუნისტის სამართალმემკვიდრე, თუმცა კომუნისტის სამართალმემკვიდრეობა არ არსებობს და გაზეთ წერია 1918 წლიდან გამოდის და ის გააქირავებდა სხვა გაზეთებზე. ამას მოყვა ძალიან სერიოზული უკმაყოფილება სხვა გაზეთების წარმომადგენლების მხრიდან და საბოლოო ჯამში ამ საკითხის გარკვევა გადაიდო საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. საპარლამენტო არჩევნებზე რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგები და ამის შემდგომ უკვე ამ გაზეთების საკითხი და ამ ორი ტელევიზიის საკითხი საერთოდ ჰაერში გამოეკიდა, საერთოდ არავინ აღარ იცოდა რა და როგორ უნდა მომხდარიყო. იყო ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი იმავდროულად, რაც მე ძალიან კარგად მახსოვს, ეს იყო სააკაშვილის განცხადება, რომ ის არ კითხულობს გაზეთებს. ქართულ გაზეთებს არ ვკითხულობ, აი ასეთი განცხადება გააკეთა. ამან გამოიწვია ის, რომ ჯერ ისედაც მატერიალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბეჭდური მედია კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა და არა მხოლოდ ის გაზეთები, რომლებიც გამოცემლობა სამშობლოს შენობაში იყვნენ, არამედ რეზონანსი, ალია, ახალი თაობა, სხვა გაზეთებიც ამ დროისთვის უკვე ვახო ხუზმიაშვილმა ილაპარაკა, რომ ახალი ეპოქა აღარ არსებობდა, უკვე დაიხურა, რადგან იბერია დაარბიეს და შესაბამისად ომეგა ფირმა, რომელიც ამ გაზეთს გამოსცემდა და ჟურნალი ომეგაც დახურული იყო და ეს გაზეთები, რომლებიც გამოცემლობა სამშობლოს შენობაში იყვნენ, არ თანაუგრძნობდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჟვანია სააკაშვილის გუნდი ერქვა და ბურჯანაძე დემოკრატები ერქვა. შესაბამისად ეს ორმხრივი იყო, ასე ვთქვათ, ეს ბჭყალებში სიყვარული და არ თანაუგრძნობდნენ, იმიტომ რომ ძალიან კრიტიკულად იყვნენ განწყობილები. მაშინ გამოიხატებოდა ეს თანაგრძნობის არარსებობა. გალბატონო თეა, სააკაშვილი პარლამენტის წევრობამდე 95 წლამდე, როდესაც ის სახალხო ფრონტის გაზეთ საქართველოსთან თანამშრომლობდა და ქარტია 91-ის წევრი არ იყო, ის უზენაესი საბჭოს წევრი არ იყო, მაგრამ ამ ქარტია 91-თან ცდილობდა დაახლოებას და ასოცირებას, ამათი სახელით აქვეყნებდა წერილებს და იყო გაზეთ საქართველოში იბეჭდებოდა ეს წერილები, ეს იყო სახალხო ფრონტის გაზეთი, მე პარტიულ პრესაზე უფრო დაწვრილებით აღარ გავამახვილე ყურადღება, იმიტომ რომ ამას დიდი გავლენის მოხდენა არ შეეძლო იმ დროისთვის, იმიტომ რომ არ ჰქონდათ მაღალი ტირაჟი და ამ გაზეთებთანაც თანამშრომლობდა, ცდილობდა ეთანამშრომლა, რომელიც იმ პერიოდში გამოდიოდა. ანუ 95 წლიდან 2003 წლამდე. მაგალითად, ძალიან უნდოდა რომ საქართველოს რესპუბლიკაში მისი გამოსვლები დაბეჭდილიყო, ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ის იყო ევროსაბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და მისი გამოსვლა ევროსაბჭოში საგანგებოდ გადმოსცა რედაქციას, რომ გამოქვეყნებული იყო და ეს დაიბეჭდა კიდეც არა მარტო მას, მისი ოჯახისთვისაც მნიშვნელოვანი იყო და ზოგადად მნიშვნელოვანი იყო ოფიციოში წერილის გამოქვეყნება, იმიტომ რომ აკადემიური წრეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო და ამავდროულად ყველა რედაქცია ფაქტობრივად და მე ყველასთან მქონდა ურთიერთობა როგორც სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს 2002 წლებში, ყველა რედაქციისთვის გაზეთ საქართველოს რესპუბლიკა იყო განსაკუთრებული გამოცემა და წარწერა ქონდა თავში, პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით, ამის ნაცვლად ეწერა დილა ამ გაზეთის გადაშლით დაიწყეთ ედუარდ შევარდნაძე და მართლა ყველა ასე იწყებდა, იმიტომ რომ ყველა ოფიციალური მასალა ქვეყნდებოდა ამ გაზეთში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ქონდა. სააკაშვილისთვის ეს გაზეთები იყო მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით მათი მხარდაჭერა, რომ ისინი მათ კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა, მაგრამ ის ვერ მოიპოვებდა. ფიგურალურად თუ ვიტყვი, ახლა მე პირადად ნანახი არ ამყავს ის, მაგრამ წინდაში შარვალ ჩატანიებული სააკაშვილი ყავდა ამხავს ნანახი და მათთვის არანაირი ავტორიტეტი არ იყო სააკაშვილი. ისევე როგორც დავუშვათ იმ პოლიტიკური სპექტრისთვის, რომელიც ამ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში იყო 1995 წლიდან. არაფრად არ მიაჩნდათ, მოკლედ რომ ვთქვათ, სააკაშვილი და არ ჯეროდათ იმისი, რასაც ის ამბობდა 2003 წელს, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცოდა, ვთქვათ, იგივე ახვლედიანის ქუჩაზე რიჟინაშვილისგან როგორ იყიდა $350 საცხოვრებელი ბინა და ეს იყო ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ხმაურის მიზეზი იმ დროისთვის, როდესაც ადამიანი კორუფციას ებრძოდა. სიყალბეს ადვილად ამჩნევდნენ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ადამიანები გამოცდილი ჟურნალისტები იყვნენ, ქალბატონო თეა. წლების განმავლობაში მუშაობდნენ, როგორც იტყვიან
არ მინდა იუმორში გადავიტანო, მაგრამ ყველაფერს მომსწრე და ყველაფრის მნახველი ადამიანები იყვნენ. სააკაშვილი ასე ადვილად ვერ მოატყუებდა. იქ მუშაობდნენ გამომცემლობის შენობაში ადამიანები, რომლებსაც ჟავანაძე ახსოვდათ, ცეკავდივანი შევარდნაძე ახსოვდათ, პატიაშვილი, გუმბარიძე, ზვიად გამსახურდიას პირადად იცნობდნენ, იმიტომ რომ ზვიად გამსახურდია რედაქციებში დადიოდა. ზოგიერთი ამ ჩემს მიერ ჩამოთვლილ ადამიანებსაც იცნობდნენ, იმიტომ რომ პარტიის ცეკას ბიუროზე უნდა დაემტკიცებინათ ისინი თანამდებობის პირებად, მე გულისხმობ რედაქტორებად და რედაქტორის მოადგილეებად და პასუხისმგებელ მდივნებად. სხვა კატეგორია იყო ეს ჟურნალისტების, ეს აკადემიური, განათლებული, ჟურნალისტური განათლება რო ჰქონდათ, აი ასეთი ადამიანები იყვნენ, ვიცით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდა მხოლოდ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, დღის დასწრებული, საღამოს დასწრებული და რუსული სექტორი და შესაბამისად ავტორიტეტი არ იყო სააკაშვილის ყველაზე ძალიან ეშინოდა იმისი რომ მის მიმართ განწყობა იქნებოდა აგდებული და ნუ ყველამ ძალიან კარგად ვიცით ეს საბოლოო ჯამში ძალიან ბევრ ადამიანს სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდა მის მიმართ წარსულში და ჯანმრთელობის ფასადაც დაუჯდა წარსულში გამოხატული აგდებული დამოკიდებულება და ბევრი 2003 წელს უბრალოდ ქვეყნიდანაც გაიქცა მაგალითად გაზეთ შანსის ერთ-ერთი ნომრის რედაქტორი იყო ბონდო ქურდაძემ დაუთმო ანუ ერთი ნომრის რედაქტორი იყო სააკაშვილი და სურათებიც არსებობს ამისი გაზეთ შანსის რედაქტორი ემიგრაციაში წავიდა სააკაშვილის მმართველობის დროს 2009 წელს თავი დააღწია ამ ქვეყანას ოჯახიანად გაიპარა არალეგალურად გაიქცა საქართველოსთან და ეხლა საფრანგეთშია პოლიტიკური თავშესაფარი აქვს ამ ადამიანს მიღებული მე იმას გულისხმობ რომ ადამიანები რომლებსაც ჰქონდათ დიდი ჟურნალისტური გამოცდილება ადვილად არ მოატყუებინებდნენ თავს ადამიანებს რომლებიც ცდილობდნენ ამ პოლიტიკური თაღლითობით ქულებით ჩაეწერათ და სურათების ფრიალით მთავრობის ხდომაზე წარმოეჩინათ როგორც კორუფციის ბებწოლი. სააკაშვილს სერიოზულ მოცემულობად ამას. საერთოდ არ აღიქვამდნენ. არ აღიქვამდნენ. საერთოდ არ აღიქვამდნენ, არავის ჯეროდა. 2003 წლის 3 წელს სააკაშვილი აი კორუფციის გარეშე ამ ანტიით ამ ლოზუნგით მოვიდა და ის მართლა რეალურად კორუფციას შეებრძოლებოდა. ეს ხომ არ იყო ის მიზეზი რის გამოც მისმა ხელისუფლებამ უკვე ვარდების რევოლუციის შემდეგ არა ახალი ფორმის გამოძებნა აქცია პრიორიტეტად სამშობლოსთვის არამედ მისი უბრალოდ გაუქმება ეს იყო მიზეზი აბსოლუტურად სწორია თქვენი დასკვნა და გეტყვით რატომ გამოცემლობა სამშობლო არის, ახლა გამოცემლობა სამშობლო აღარ არის, მაგრამ ის შენობა განთავსებულია 9447 კვადრატულ მეტრზე და მისი ფართობი, მთლიანად გამოცემლობის ფართობი, შენობის ფართობი არის 25000 კვადრატული მეტრი. ეს რაც გარედან ჩანს, შეიძლება გამრელ-გამომრელმა ტრანსპორტიდან ან ფეხით გამრელმა მით უმეტეს ვერტკი შეამჩნიოს რა მოცულობის შენობაა ეს. პირველ ქუჩის პირას რაც არის ამის უკან არის კიდე 3 კორპუსი და მთლიანად ეს კორპუსები ათვისებული ქონდა გამომცემლობა სამშობლოს ეს იყო ქვედა მხარეს მეტრო რუსთაველის მხარეს 2 კორპუსი ნაწილობრივ და ჭოველიძის ქუჩის მხარეს მთლიანად რედაქციებს ქონდა დაკავებული გაზეთის რედაქციებს. ამ შენობას და იმ ადამიანებს, რომლებიც იქ მუშაობდნენ, ძალიან დიდი რესურსი ჰქონდათ. მე მაგალითად ვიცნობ ბატონი ვახტანგ დოხნაძე, ტექნოლოგი იყო გამომცემლობა სამშობლოს მთავარი ტექნოლოგი, რომელიც იყო საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საუკეთესო პოლიგრაფისტი, დამსახურებული პოლიგრაფისტი. ანუ ადამიანი, რომელიც აღიარებული იყო ამხელა სივრცეში, როგორც ერთ-ერთ დამსახურებულ პოლიგრაფისტად. შესაძლებლობები გარდა იმისა, რომ დაუშვათ საინფორმაციო საზოგადოება, ტექნოლოგიები, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ასე შემდეგ, ამ საამწყობო პროცესს განდევნიდა ეს სრულიად ბუნებრივი იყო, იმიტომ რომ უფრო ადვილი იყო კომპიუტერზე აწყობა, თუმცა იქ ბევრი დამკაბადონებელი მე მეუბნებოდა, რომ ისეთ კარგ გვერდს, ლამაზ გვერდს ვერ ამიწყობდნენ მე კომპიუტერით, როგორც ისინი აწყობდნენ ლითონით, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ახლა ჩვენ ხო ყველა დავწუნდით, რომ ეს ასე არ იყო და რა თქმა უნდა იმ ადამიანებს ძალიან არ უნდათ სამუშაო ადგილების დაკარგვა, მაგრამ ნუ ასე მოხდა. მაგრამ ამავდროულად ის შესაძლებლობები, რაც დაუშვათ გამოიყენეს სხვა ქვეყნებმა, იგივე არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებმა, მე ვგულისხმობ იმ ქვეყნებმა, სადაც ჩვენზე ადრე შემოვიდა კომპიუტერული ტექნოლოგიები, იაპონიიდან დაწყებული, დაუშვათ გერმანიის დამთავრებული, მათ ეს შესაძლებლობები გამოიყენეს და გადაიარაღება მოხდა, ახალი ხალხის მომზადება მოხდა და საბოლოო ჯამში ის შენობები, რომელიც ჰქონდათ გამომცემლობებს, ნუ ევროპაში და
იაპონიაში კერძო სტრუქტურებს, მათი გადაიარაღება ადვილად მოხდა და ეს ადამიანები ქუჩაში არ დარჩნენ. გამომცემლობა სამშობლოდან ხალხის გამოყრით რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. მე გულისხმობ იმას, რომ იქ პატარ-პატარა გამომცემლობები და პატარ-პატარა რედაქციები იყო, მაგრამ იყო ასევე დიდი რედაქციები. ფაქტობრივად 5 ჯერ გამოიცვალა ოფისი გაზეთმა საქართველოს რესპუბლიკამ. გაზეთი თბილისი ფაქტობრივად აღარ გამოდიოდა იმის შემდეგ. ასევე გაზეთი ახალგაზრდა ივერიელი, რომელიც მანამდე იყო ახალგაზრდა კომუნისტი და ერთ-ერთი პირველი გაზეთი იყო, რომელშიც სერიოზული რეფორმა განახორციელა პატანაცვლიშვილმა იმ დროისთვისაც კი. მალადიოს გრუზია, სადაც დაიბეჭდა იური როსტის ფოტოები, ვახტანგ აბაშიძე იყო მაშინ რედაქტორი 9 აპრილთან დაკავშირებით და ეს იყო განსაკუთრებული მოვლენა მართლა საბჭოთა მედიაში. ვეჩერი თბილისი, საერთოდ გაუქმდა გაზეთები. ანუ გაზეთები აღარ არსებობდა საქართველოში, თუ არ ჩავთვლით იმ გაზეთებს, რომლებიც გამომცემლობა სამშობლოს შენობაში აღარ იყვნენ და ადამიანები, რომლებმაც იქ 15, 20 და 30 წელი გაატარა და მე განსაკუთრებულად სააკაშვილის მიმართ და მის ხელისუფლების მიმართ პრეტენზია მაქვს, იმიტომ რომ ქუჩაში გამოყარეს ადამიანები, რომლებსაც ზოგს ჰქონდა საპენსიო ასაკი და იმ პენსიას მაინც მიიღებდა, მაგრამ აღმოჩნდა ქუჩაში აღმოჩნდნენ ადამიანები და უსამსახუროდ აღმოჩნდნენ ადამიანები. აი 10-ში გაიღვიძეს და იცოდნენ რომ შენობაში უნდა მისულიყვნენ და იქ არავინ არ შეუშვებდა და 11-ში უკვე აღარ იცოდნენ სადღაც წასულიყვნენ ეს ადამიანები. უცბად დაკარგეს სამუშაო ადგილები, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ. მე იმას კი არ ვამოხვრე ხა სახელმწიფო. ამ დროს გაყიდული იყო უკვე შენობა, როცა ჟურნალისტები და რედაქციები. არა. მაგას კიდე დოდიში რომ ძალიან საუბრობ, მაგრამ ძალიან მტკივნეული თემაა ეს მართლა ასეულობით ადამიანისთვის. და ბევრი ადამიანი სახლიდან აღარ გამოსულა, მერე და უბრალოდ ჩაქრნენ ის ადამიანები. ზოგიერთი საპენსიო ასაკისაც არ იყო, არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. ძალიან ტრაგიკული მდგომარეობა იყო იმ დროისთვის გამომცემლობა სამშობლოში. ჩვენ შევედით გამომცემლობა სამშობლოში, ნაწილი ვინც იმ ღამეს იყო გამომცემლობაში და ვინც ძალით გამოყარეს, იმათი ოფისები მოვანგრიეს, იმიტომ რომ ბუნებრივი ახლა იქნებით არავინ არ გამოვიდოდა და ეს ჭიდაობა იქნებოდა, მაგრამ დანარჩენები რო შევედით, ჩვენი ოთახი მაგალითად საქართველოს რესპუბლიკის დერეფანი არ იყო არანაირად დაზიანებული, შევედით ჩვეულებრივად ოთახში, გვითხრეს რომ შეგვიძლია ჩვენი ნივთები ავიღოთ და წავიღოთ, მერე გვითხრეს რომ ყველაფერი შეგვიძლია წავიღოთ, რასაც მოვერევით და დაგვეცარიელებინა შენობა მთლიანად. მერე როცა დაინახეს რომ ამდენი მანქანა მოადგა და შეიძლება ასე ითქვას რომ არავინ აღარ იცოდა ვინ ვისი რა მიქონდა როგორ მიქონდა, ჩვენ კი ვიცნობდით ერთმანეთს და დიდი ხანი ვინც მუშაობდით შენობაში, მაგრამ ვიღაც უცხო ხალხიც მოდიოდა და არავინ იცოდა ეს ხალხი ვინ იყო. ამის შემდეგ თვითონ პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება რომ გამომცემლობა სამშობლოს დირექტორის ნებართვის გარეშე, ანუ ხელმოწერილი დოკუმენტის გარეშე ვერავინ ვერაფერს ვეღარ გაიტანდა და ზაზა კახაძესთან მიდიოდნენ რედაქციის ხელმძღვანელები და სიას წერდნენ, ის რეზოლუციას ადებდა და ამის საფუძველზე მე გამოქონდათ ეს ნივთები. ავეჯი არავინ აღარ არჩევდა ის გამომცემლობა, რედაქციის ნაყიდი იყო, გამომცემლობის ბალანსზე იყო, უბრალოდ უნდა დაეცალათ შენობა, იმიტომ რომ უნდა გაეტანათ გასაყიდად. კი ბატონო, რამდენი ესეთი ბეჭდვითი ორგანო ერქვა, ასე ვამბობდით ადრე, გადარჩა შენობიდან გამოშვების შემდეგ. გადარჩა, გააგრძელა მუშაობა. გადარჩას ვერ ვიტყვი. ფაქტობრივად საქართველოს რესპუბლიკა რამდენიმე ადამიანით მუშაობს ახლა. ძალიან ძიმე მდგომარეობაში, რამდენიმე ოფისი გამოიცვალა, რამდენიმე ბინიდან ბინაში დადიოდნენ, ასე და ახლა არის ჟურნალისტთა ფედერაციის შენობაში შეფარებული ორ ოთახში. თბილისი არ გამოდის. ასევე სვაბოდნაი გრუზია არ გამოდის. აღარ გამოდის, ახალგაზრდა ივერიელი აღარ გამოდის, შანსი აღარ გამოდის, იმ შენობაში ვინც იყო რედაქციები, გაზეთები აღარ გამოდის. თითქოს არც ერთი აღარ არსებობს და ვინც არსებობს იმასაც სულ ზღაფავს. ძალიან ძიმე მდგომარეობაში. ქალბატონთია მნიშვნელოვანი იყო ის, რომ იმ შენობაში ყოფნის დროს და ჯერ ქალაქის ცენტრში შეღავათიანად ფართობის დაკავება ძალიან დიდი ასე ვთქვათ პრივილეგიაა.
და ამავდროულად ეს რედაქციები რაღაცნაირად ერთმანეთს ეხიდებოდნენ, ეხმარებოდნენ და რაღაცნაირად ერთად გიქონდათ, ასე ვთქვათ, ეზიდებოდნენ ამ ჭაპანს და საბოლოო ჯამში ეს რედაქციები რო გაიფანტნენ და ეს გამომცემლობები უკვე არავისთვის აღარაფერს არანაირი მნიშვნელობა. ბატონო ბონდო, თქვენ ამდენი წლის მერე როგორ აფასებთ და შემდეგ სხვებს კითხავთ თუ აქვს შეკითხვები. ამ ამბავს რომ აგვისტოს თვეა, ყველას გონია რომ აქვს სამსახური და მუშაობს გამოხატვის თავისუფლებისთვის, ანუ ინფორმაციის გადაცემისთვის და ვეღარ შედის საკუთარ ოთახში, სამუშაო სივრცეში. ამ ფაქტმა დახურვამ რეალურად არაერთი გამოცემის მთლიან სურათში მედია თავისუფლების კუთხით დროსთან ერთად რა შედეგი მოიტანა ქვეყნისთვის? ცუდი, ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა და გეტყვით რა. ფაქტობრივად ადამიანები, რომლებიც მე ვთქვი, რომ არანაირ პატივს არ სცემდნენ სააკაშვილის მისი კარგად იცნობდნენ და იმითომ მოგრე, თუმცა სხვებიც იცნობდნენ კარგად, მაგრამ მაინც ცდილობდნენ მის მიმართ რევერანსებს, მაგრამ გამომცემლობის სამშობლოს ჟურნალისტებს ეს გამშობლოში ვინც მუშაობდა, იმათ ეს არ ახასიათებდათ და იყვნენ კრიტიკულად განწყობილები 2003 წლიდან, 2004 წლიდანვე. ანუ პირველი რაც მისი გადაწყვეტილებები, დაპატიმრებები, ეს სცენების მოწყობა, ეს მინისტრი რომ ადეიშვილი რომელიც ცეკას შენობაში ისიც გამომცემლობა ცეკასი იყო. ცეკას შენობაში, კანცელარიის შენობაში დაიბარეს, დაახვედრეს ჯარი ჟურნალისტების და კამერების და სტაცეს ხელი და ჩატენეს მანქანაში და ეს კაცი მინისტრი დაბარებული ადმინისტრაციაში, მთავრობის ადმინისტრაციაში და ოპერატორებს ეკითხებოდა, ბიჭებო, თქვენ ხო მაინც არ იცით რა ხდებაო, რატომ იჭერენო? მერაბადეიშვილი, რომელიც იყო ტრანსპორტის მინისტრი იმ დროისთვის. ანუ ეს დამოკიდებულება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ყველაფერი ნანახი ჰქონდათ, რომლებსაც ყველაფერი იცოდნენ, რომლებიც ყველას რენტგენში ატარებდნენ, იმათთვის ეს დამოკიდებულება სრულიად ნათელი იყო და სააკაშვილის ამ დამოკიდებულებას სადამდე მიყავდა ქვეყანა. და მაშინვე დაიწყეს კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმა და ეს მისთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი. აი მე ვამბობდი იმ დროისთვისაც, როდესაც უკვე 2004 წლიდან, 2005 წლიდან გაზეთების ტირაჟი საშინლად დაეცა, მერე გავრცელების სამსახურს დაუწყეს შეზღუდვები და რაც თავარია იმ დროისთვის უკვე სააკაშვილმა დაიწყო ტელევიზიების ხელში ჩაგდება. რუსთავიორი ისედაც მათი იყო, გახსოვთ, მერე კიცმარიშვილის ჟანიასთან დაპირისპირება და ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით სიუჟეტის გაშვება, რომელმაც დიდი შიდა ომი გამოიწვია ამ ტრიუმვირატში და საბოლოო ჯამში ეს რუსთავიორი ჩაიგდო სააკაშვილმა 2005 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი ისედაც ასე ვთქვათ გადაყვა ხელისუფლებას იმ ხელისუფლებიდან სააკაშვილის ხელისუფლებას და ისედაც მათი იყო და მიდიოდა უკვე ნადირობა სხვა ტელევიზიებზეც ლიცენზიები ჩამოართვეს, სიხშირები ჩამოართვეს, მათ შორის იყო ობიექტივი და ევროპა და სხვა ტელევიზიები, სხვათა შორის მე არ ვიცი თქვენ ნახეთ თუ არა, ალბათ ნახავდით, იცით ეს ამბავი, რომ 2013 წელს შეიქმნა კომისია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შესახებ, დროებით საგამოძიებო კომისია პარლამენტში 2013 წლის მაისში და 30 ივლისს ჰქონდა მას პირველი შუალედური დასკვნა და 2014 წელს დასაწყისში თებერვალში დაიდო ეს დასკვნა. იქ არის დეტალურად როგორ იწყებოდა ტელევიზიების მიტაცება, ეგრეთ წოდებული ხიდაშელის კომისია ერქვა ამას 2013 წელს მუშაობდა. ყველა დაკითხა 50-ზე მეტი ადამიანი, ვინც იმ პერიოდში მარეგულირებელ კომისიაში მუშაობდა, ვისაც ტელევიზიები წაართვეს, ვისაც სიხშირები წაართვეს და ასე შემდეგ. ეს იყო ცალკე ის. მე მაშინ ვამბობდი, რომ შუქი მოვიდა, იმიტომ რომ ნუ იცით მანამდე პერიოდი რაც იყო, ტელევიზიები ჩაირთო და გაზეთების დომის პროცესიც დაიწყო. იმიტომ რომ ადამიანებს მატერიალურად არ ქონდა საშუალება რომ გაზეთი ეყიდა, ტელევიზორი კიდე უფასო იყო. უფასო ტელევიზორში იყო უფასო შოუ. უფასო შოუს გავდა სააკაშვილი. ყველა არხზე სააკაშვილი იყო. არაფერში არ ჭირდებოდა გაზეთები, სადაც კრიტიკული ანალიტიკური პუბლიკაციები გამოქვეყნდებოდა. ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული იმისთვის, რომ გამომცემლობა სამშობლო გარდა იმისა, რომ მატერიალური ბაზა
რომელსაც გაყიდი და ჩაეგდოთ ხელში და შემდგომ ის გაესხვისებინათ და ამავდროულად შური ეძია ამ გაზეთებზე ეს გაზეთები არ გამოსულიყო და სხვა გაზეთები რომლებიც გამოდიოდა ზოგიერთი მათგანთან ჰქონდათ ასეთი შეთანხმებული შეიძლება ასე ითქვას ცალკეული გრანტების მოპოვებასთან დაკავშირებით და ცალკეულ გრანტებს მიცემდნენ და შესაბამისად ლოიალობას ასე იყიდიდნენ. მე არ ვამბობ ხა გამომცემლობის სამშობლოში ვინც იყო იმათ რომ მიიღოთ გრანტები ისინი მაინც პრინციპულობას შეინარჩუნებდნენ და ლოიალურები არ იქნებოდნენ რა თქმა უნდა არა მაგ ასეთი ილუზია, მაგრამ მისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, იმიტომ რომ ერთგვარად დაუმორჩილებლებიც იყვნენ ეს ადამიანები. ხა წარმოიდგინეთ თავის დროზე, როდესაც ეს ადამიანები იქ მუშაობდნენ, იმ 90-იანი წლები გამოიარეს ამ ადამიანებმა და იმას გაუძლეს რედაქციებში შევარდნას და დარბევის წელობას და ასე შემდეგ. მე თვითონ ვიყავი 91 წლის 28 ოქტომბერს, როცა 28 დეკემბერს, როდესაც მხედრიანელები შემოცივდნენ გაზეთ საქართველოს რესპუბლიკის რედაქციაში, ამის თაობასაც ღიად მაქვს დალაპარაკები და კატეგორიულად ავტომატებით მოითხოვდნენ, რომ გაზეთი აუცილებლად მათი უნდა ყოფილიყო, გამოგვეშვა და შემდგომ ველაპარაკე იქიდანვე, როდესაც ისინი წავიდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას, მე ვიყავი ამ შენობაში, მაგ დროისთვის უკვე პრეზიდენტის კაბინეტიც დანგრეული იყო და შევხვდი და შემდგომ უკვე ცოტა რთულად განვითარდა მოვლენები. მაგრამ ამ ყველაფრის გადამტანი ადამიანები ვიყავით. ასე ადვილი არ იქნებოდა იმ გამომცემლობის შენობაში მომუშავე ადამიანებისთვის სააკაშვილის ასე ვთქვათ დიქტატის განხორციელება. ამიტომ მარტივად გადაწყვიტა ეს. მოგვიშორა და ამ დროისთვის მას უკვე ჰქონდა ტელევიზიები, სადაც მუდმივად იჯდა და საუბრობდა უკრიტიკოდ სხვათა შორის მე არ ვიცი დღევანდელ ჟურნალისტებს ალბათ ემახსოვრებათ ძალიან კარგად როგორ იჯდა 4-5 წამყვანი და როგორ ლაპარაკობდა სააკაშვილი და გუგული და მამალი აი ეს ჰქონდათ მოწყობილი პირდაპირ ეთერებში, მაგრამ ეს კრიტიკული შეკითხვები საერთოდ არ არსებობდა და არ არსებობდა იმიტომ რომ კრიტიკული შეკითხვების დამსვლელებს პრეზიდენტთან არავინ უშვებდა, სააკაშვილთან და დანარჩენებს სადმა გამოექვეყნებინა თუ გამოცემები არ იარსებებდა. ერთი წელი საერთოდ არაფერი არ იყო გამოცემლობის შენობაში, საერთოდ არაფერი და ერთი წლის თავზე 9 აგვისტოს დაიწყეს 2008 წლის 9 აგვისტოს ცხინვალის რეგიონიდან დევნილებმა და არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონიდან, არამედ შიდა ქართლიდან დევნილებმაც, არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონის სოფლების, გორის რაიონის სოფლების მცხოვრებლებმაც იქ თავის შეფარება მოსაზღვრე სოფლებში ვინ ცხოვრობდა, მაშინ ჟურნალისტთა ფედერაციაში ერთგვარი კომისია იყო, სადაც ჩვენ უნდა ასე ვთქვათ მიგვეხედა ამ ადამიანების განთავსებისთვის. სწორედ ამ დროს მივედი მე 1 წლის შემდეგ გამომცემლობის შენობაში და შევედი და ვნახე ჩვენი მეოთხე სართულით, სადაც 9 წელზე მეტი მე გავატარე როგორც პასუხისმგებლად დივანმა და მთავარ რედაქტორის მოადგილედ, არც ერთ ოთახს კარი არ ქონდა. აბსოლუტურად გამოცარიელებულ ოთახებში, მარტო იატაკი იყო, პარკეტი, რომელსაც მე არ ვიცი როგორ იყენებდნენ ეს დევნილები და ერთმანეთზე ჩხუბებოდნენ, ვის რომელი ადგილი უნდა დაეკავებინა, მიგამახსენდა დაპირისპირებები რედაქციებში, როდესაც ოფისებს ინაწილებდნენ ჟურნალისტები, რომლებიც შემდგომ სამწუხაროდ ყველა გარეთ გამოყარეს და მოსალოდნელი იყო რამ ადამიანებსაც ამ დევნილებსაც იგივე მოუწევდათ. რამდენჯერმე სცადეს შენობის გაყიდვა მანამდეც, ვიდრე ჩვენ გამოვყრიდნენ და იმ დროისთვისაც უკვე როდესაც დევნილები იყვნენ იქ, მაგრამ არავინ არ ყიდულობდა შენობას, იმიტომ რომ შარიანი შენობა იყო, როგორც იტყვიან, ჯერ ამ ჟურნალისტებთან, ამ ჟურნალისტთან დაპირისპირება არავის უნდოდა, მეორე ამ დევნილებთან დაპირისპირება არავის უნდოდა და საბოლოო ჯამში 27 ივლისს 2011 წლის 27 ივლისს ეს დევნილებიც გამოყარეს იქიდან ასევე პოლიციის დახმარებით. ამ შენობაში ვინც იყვნენ როგორც კოსტავას ქუჩაზე, ასევე ჭოვილიძის ქუჩაზე ამ ფლიგელებში, დანარჩენ ფლიგელებში არ იყვნენ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი პირობები იყო და იქ ფანჯარაც არ არსებობდა. გამოყარეს ისინი და 15 სექტემბერს გაყიდეს გამომცემლობა სამშობლოს შენობა და მიყიდეს ერთი კვირით ადრე 8 სექტემბერს შექმნილ ფირმას, კომპანიას. გასაგები. იმის შემდეგ არის გამომცემლობა სამშობლო ისეთი, როგორიც არის. კითხვები ხომ არ აქვს სხვა წევრებსაც? ბატონი ილია და უნდა დავხუროთ სხდომა. ბატონო, მადლობა და დეტალურად წარმოვიდგინეთ ის რეალობა, რომელიც მაშინ ამ ყველაფერს
ასახავდა, მაგრამ მაინც თქვენი შეფასება მინდა რომ რა ქონდა მომავალი, აი რამდენად შეიძლებოდა ესე გაგრძელება, იმ რეალობის გაგრძელება, რაც იმ შენობაში ხდებოდა, თქვენ ხაზი გაუსვით და თქვით რომ არავინ ამაში ფულს არ იხდიდა, ეს გამომცემლობები იყვნენ ისე უფასოდ, ყველა თავ-თავის სართულზე თუ ოთახში იყო პატრონი, მაგრამ ნუ აი არ იყო ეს ნორმალურობა, რომელიც ისა. ამიტომ დღევანდელი ის რეალობა რაც არის, ფიქრობ რომ რაღაცა დაალაგებულად პატრონი ყავს, ტურისტები ჩამოდიან და რაღაცა განვითარდა, რაღაცა მაინც განვითარდა. მესმის თქვენი გულისტკივილი და ყველა იმ ადამიანის გულისტკივილი, ვინც ამდენი წელი იქ იმუშავა, ამდენი ისტორია შექმნა, მხელა ემოციებთან იყო ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კავშირში, მაგრამ როგორ ხედავდით რეალობას, აი რა იყო საუკეთესო გზა ამ პრობლემის ამ ადამიანებთან დალაპარაკების, საერთო ენის გამონახვის და სახელმწიფოსთვისაც რაღაცა უფრო დალაგების იმ ადგილის ცენტრალური ქუჩაა, ცენტრალური ადგილია და რა თქმა უნდა უკეთესად ჯობდა რომ ყოფილიყო ყველაფერი აშენებული, მოვლილი და ასე შემდეგ. ბატონო ილია, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. მე ვარ ჟურნალისტი, გითხარით რომ 99 წლიდან მუშაობდი გამომცემლობა სამშობლო შენობაში, ჯერ ტამბაში, მერე გაზეთ თბილისში, მერე საქართველოს რესპუბლიკაში. სხვა გაზეთებშიც მიმუშავე, ამ გამომცემლობის მიღმა მთლად იქ არ, ასე ვთქვათ, დავბერებული ვარ, გავჭაღარავებული ვარ, მაგრამ მე ვარ ჟურნალისტი და რა თქმა უნდა, ჟურნალისტის პოზიციიდან და იმ ადამიანის პოზიციიდან, ვინც იქ მუშაობდა, საუბრობ, ჩემ კოლეგებზე საუბრობ და გული მწყდება, რომ ძალიან ბევრი მათგანი სიცოცხლე მოესწრაფა, მათგან სიცოცხლე მოესწრაფა ამის გამო, რაც მაშინ გააკეთეს ჟურნალისტების სამშენობიდან გამოყრით. თქვენ ბრძანდებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი და სრულად ბუნებრივია სახელმწიფო პოზიციიდან საუბრობთ და ეს ასეც უნდა იყოს, თუმცა ასევე ჟურნალისტებსაც მოგვეთხოვება სახელმწიფოებრივი აზროვნება და სახელმწიფო ინტერესები და ქალაქის ინტერესებზე ზრუნვა. მე ვთქვი, რომ ის ფორმა, რაც მაშინ იყო და ის ყოფა, რაც მაშინ ჰქონდათ გამომცემლობა სამშობლო შენობაში ჟურნალისტებს, ეს არ იყო ნორმალური. ეს არ იყო მისაღები ზოგადად, იმიტომ რომ გარედან კიდე კარგად არ ჩანდა ეს კოსტავას ქუჩის მხრიდან, მაგრამ შიგნით ვინც შევიდოდა ამ სართულებს დაივლიდა, ყველა ხვდებოდა რომ იქ მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ არ ჰქონდათ მატერიალური შესაძლებლობა რომ ნორმალურად გაერემონტებინათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ტელეკომპანია მირმა გაარემონტა დიდი დარბაზი, სააქტო დარბაზი გადატიხრა და გააკეთა და იქ ოფისები და ასავალ-დასავალმა, ანუ საქართველოს რესპუბლიკამ გაარემონტა თავისი ორივე დერეფანი. დრონის ჰქონდა ძალიან კარგი პირობები, ასევე აშილ გოგელიას დრონის მეოთხე სართულზე. დანარჩენი ოთახები არ იყო ნამდვილად, პატარ-პატარა, იცით როგორ არის, ზოგადად სამწუხაროდ ასე ხდება, რომ ჩვენი საზოგადოება და ალბათ ჩვენც არა ვართ მიჩეული საზოგადოებრივი სიკეთეების გაფრთხილებას. ანუ ქუჩა არ გონია ჩვენი, სადარბაზო არ გონია ჩვენი. და ხო და ამ გამომცემლობაში არსებულ რედაქციებსაც და გამომცემლობებსაც თავიანთი ოთახები აინტერესებდა და დერეფნები არ იყო მათი. ამიტომ პირობები იყო საშინელი. რა გამოსავალი შეიძლება მოძებნილიყო? ჩვენ ვფიქრობდით ამაზე, სხვათა შორის ვფიქრობდით სააქციო საზოგადოებაზე, სახელმწიფო ითხოვდა რომ 20 მილიონი დოლარი გადაიხადეთ და საბოლოო ჯამში 20 მილიონი დოლარად არ გაყიდულათ, 16 მილიონი ლარად გაიყიდა. ის შენობა და მე საინიციატივო ჯგუფი გამომცემლობის თავაზობდა 8 მილიონ დოლარს და ამასაც როგორ გადავიხდით, იმიტომ რომ რეალურად ამ ფულის ფაქტობრივად გადახდელი არავინ არ იყო ხა მაშინ, მაგრამ იქ იყო ესეთი ინტერესი, რომ სააქციო საზოგადოება ჩამოყალიბებული იყო და ინვესტორები შემოგვეყვანა, იმიტომ რომ გამომცემლობის შენობაში ძალიან ბევრი ფართობი იყო ფაქტობრივად აუთვისებელი. მაგრამ ამაზე რა თქმა უნდა სახელმწიფო არ წამოვიდოდა, ეხლა ერთი თხისკენ, ერთი მგლისკენო. სახელმწიფოს პოზიციიდან რომ შევხედოთ, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო ეს შენობა ფუნქციურად დატვირთული ყოფილიყო და რაც მთავარია ქალაქის ცენტრში მას ქალაქის იერსახისთვის რაღაცა შეეძინა, ხომ? გეთანხმებით ამ მოსაზრებაში. ამის გამკეთებელი ჟურნალისტები არ ვიყავით. არც ერთი რედაქცია არ იყო. მე როდესაც ვსაუბრობ გამომცემლობა სამშობლო და ჟურნალისტების გამოყრაზე, მე ვგულისხმობ ადამიანურ დამოკიდებულებას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ მოექცნენ მანამდე სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს,
ორი უნივერსიტეტის პროფესორებს 2005-6 წლებში და მე სხვათა შორის მაშინ ობიექტივის გადაცემებს ვამზადებდით უნივერსიტეტის დიდი საბჭოს წევრებს ვკითხე ცოტა მკვეთრად არ მინდა სიტყვა უხეში ვახსენო რომ რატო უთმობდნენ სააკაშვილს ისინი დიდი საბჭოს წევრები იყვნენ აღიარებული მეცნიერები ბოდიში ამ გადახვევების ისე იქ დავბრუნდები და რატო უთმობდნენ სააკაშვილს და რატო არ უწევდნენ წინააღმდეგობას და იცით რა ვითხრა მაიანათაძე ჩვენო ესო ვერაფერს ვერ გვიზავსო იმიტომ რომ ჩვენი დრო მოვითავეთ უკვე ძალიან ასაკში იყვნენ თენგიზ სანაძე მაიანათაძე ესენი მაგრამ ჩვენ ოჯახები გვყავს და ჩვენ კარგად გვახსოვს ხმა კიბეებზე ფეხის ხმა კიბეებზე შუაღამის ბრახუნი და ამას ყველანი უკვე ხედავდნენ 2004 წელს 2005 წელს და ამიტომ შეიძლება არც უნდა გამკვირვებოდა მაგრამ ფაქტია რომ ეს ასე მოხდა როგორც გამოყარეს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი უნივერსიტეტიდან გაყარეს თანამშრომლები საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაყარეს თანამშრომლები 2004 წლებში ასევე გამოყარეს გამომცემლობა სამშობლო შენობიდან ჩემი შენობაა და აღარ მინდა რომ აქ იყო ასე გამოყარეს ჟურნალისტები ფორმა არ იყო ფორმა სწორი თორე იურიდიულად რა თქმა უნდა სახელმწიფო მართალი იყო მაშინ კი ბატონო თავარი ჩვენთვის საინტერესოა ქონებრივი თემა ამ შემთხვევაში კი არ არის ის რომ ინფორმაციის მრავალფეროვანი და განათლებული წიგნიერი ადამიანების მიერ შექმნილი ინფორმაციის გადაცემა შეწყდა საზოგადოებისთვის და მადლობა რომ ამ დასკვნის გაკეთებაში თქვენ დაგვეხმარეთ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბოდის გიხდით შეკითხვა დაგამთავრებინეთ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამომცემლობა სამშობლოში განთავსებულ რედაქციებს და ტრადიციულ გაზეთებს რომ უწოდებენ. არამხოლოდ კვალიფიციური ჟურნალისტები ყავდა მე ხა იდეოლოგიურ ნაწილს არ ვეხები. ძალიან ბევრი ადამიანი კულტურის და ხელოვნების სფეროში მეცნიერების მიმართულებაზე მუშაობდა, მედიცინაზე მუშაობდა, სოფლის მეურნეობაზე მუშაობდა. ამ ადამიანებს დარგობრივი განათლებაც ჰქონდათ. მარტო ის კი არა რომ თავშად ჟურნალისტი იყო და წერა შეეძლო. მას დღეს აღარ არის. თემა დაენახა, პრობლემა დაენახა, სიღრმეებში ჩასულიყო. პოლიტიკის განყოფილებაში ვინც მუშაობდა, ყველა მიცოდა პოლიტიკური პარტიების, ვინც რომელი პოლიტიკური პარტიაც მაშინ იყო კომუნისტური პარტია თუ შემდგომ გაჩენილი არაფორმალებიდან ერთწოდებული გაჩენილი და ამავდროულად რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს არავინ აღარ აქცევს ყურადღებას ეს არის ენის მიმართ დამოკიდებულება ქართული ენის მიმართ დამოკიდებულება სტილისტი ყავდა ყველა რედაქციას ეს იყო სავალდებულო საქართველოს რესპუბლიკას 4 სტილისტი ყავდა არც ერთი სტრიქონი არ გავიდოდა სტილისტის რესპუბლიკის ამიტომ არის ეს გაწყვეტილებთ ბოდიში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ნებისმიერი ქონებრივი საკითხი ჩვენ სწორედ ამისთვის მოგიწვიეთ და დიდი მადლობა რომ ამ კვლევაში დაგვეხმარეთ რომ წიგნიერი კიდევ ერთხელ ვამბობ განათლებული სპეციალისტების მიერ შექმნილი პროდუქტის ანუ ინფორმაციის სანდო ინფორმაციის და სწორად ქართულ ენაზე შედგენილი ინფორმაციის გავრცელება რეალურად სააკაშვილმა ამ ნაბიჯით დაასრულა. კი. და ფაქტობრივად არც ერთ რედაქციას ასეთი პერსონალი არ ყოლია. კი ბატონო, და ეს დღესაც პრობლემაა ჟურნალისტებში, რაც არ უნდა ზოგიერთს ეს ეწყინოს. ბატონო ბონდო, დიდი მადლობა ჩვენ სამწუხაროდ უკვე დრო აღმოგვეწურა და სხდომა უნდა დავხუროთ. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ თუ დაგჭირდა წერილობით ვითანამშრომლებთ იმისათვის, რომ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, რაც იმ ანტიქართულ რეჟიმს ახასიათებდა, ჩვენ დასკვნაში სწორად შევძლოთ ინფორმაციის ასახვა. ძალიან მნიშვნელოვანი დიდი მადლობა. თემებია, მე მინდა ხოლო და თუ ნებას მომცემთ დასკვნის სახით ვთქვა, რომ იყო ასეთი გადარჩენისთვის რა უნდა გაეკეთებინათ, აუცილებლად უნდა დასაქმებულიყვნენ, აუცილებლად უნდა პარტიებში განაწილებულიყვნენ, აუცილებლად უნდა ეზრუნათ ეკონომიკური ბერკეტების დაუფლება და ყველა უნდა დაერწმუნებინათ, რომ ისინი სამშობლოს პატრიოტები იყვნენ და ყველაფერს აკეთებდნენ სამშობლოს სამსახურისთვის. ალბათ ყველამ ჩვენმა მაყურებელმა იფიქრა, რომ მე ვლაპარაკობ ახლა სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებს. დიახ, ისინი ამას ყველაფერს აკეთებდნენ,
მაგრამ მათზე გაცილებით ადრე 1946 წელს შეიქმნა ყოფილი SS-ის ყოფილ თანამშრომელთა ორგანიზაცია ოდესა, რომლის წესდებაში სწორედ ეს ეწერა მიზნებში. მათ უნდა დაერწმუნებინათ გერმანელი ხალხი, რომ ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ. ჩვენ დღეს ვხედავთ ამ წლების განმავლობაში, როგორც ცდილობენ სადისტები და მანიაკები დაარწმუნონ საქართველოს მოსახლეობა, რომ რასაც აკეთებდნენ სამშობლოსთვის და საქართველოსთვის და ჩვენ ვნახეთ, როგორ ეწირებოდნენ ადამიანები, თუნდაც ბატონმა სოზარმეს ძალიან კარგად იცის და თქვენც ქალბატონო თეა 2010 წელს 142 ადამიანი და 2011 წელს 153 ადამიანი ციხიდან გამოასვენეს. წლიური სტატისტიკა. ეს შეიძლება ვიღაცისთვის სტატისტიკაა, მაგრამ ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, მათ შორის ამქონის მოქალაქეებისთვის, ეს იყო დიდი ტრაგედია და უბედურება და ობიექტივში მუდმივად ამ თემებზე ვამახვილებდი ყურადღებას და მე უბრალოდ არ შემეძლო დასასრულს სწორედ ეს არ აღმოჩნდა. არა მხოლოდ კლავდნენ პატიმრებს ციხეში მკურნალობის და ყველაფრის გარეშე, ჩვენ რამდენიმე წერილიც გვაქვს მიღებული, სადაც ადამიანები აღწერენ, რომ ცემდნენ, შემდეგ ეგონათ, რომ გარდაცვლილია და მორგში ჩაყავდათ და რომ ეჭვეპარებოდათ არის თუ არა გარდაცვლილი, მაინც მიაბამდნენ ხოლმე მიცვალებულ და ცოცხალ ადამიანს. ეს ყოველივე იყო, ეს კეთდებოდა თითქოს და სამშობლოზე ზრუნვის სახელით და მადლობა რომ თქვენ გვეხმარებით დასკვნის შედგენაში. მადლობა რომ მომწადეთ. მადლობა.